კავკასიური დერბის ემოციები, რასეუბნება მიქაუტაძე კვარაცხელიას გასახდველში, როგორია ლოჩოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მწვრთნელების და ფეხბურთელების პირველი კომენტარები და რას ამბობს NBA-ის ქართველი რეკორდსმენის საოცარი შეხვედრის შემდეგ. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე არ დაგეზაროს, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე აქ. დავიწყოთ კავკასიური დერბით, რომლის პირველი რაუნდი საქართველომ დამაჯერებლად 3-0 მოიგო. ერთა ლიგის სარელეგაციო პლეი-ოფის პირველი შეხვედრა ერევანში გაიმართა და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ბიჭებმა B დივიზიონში დარჩენისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში, რომელშიც საქართველომ სომხეთის ნაკრებს ყველა კომპონენტში აჯობა, შესაძლოა ანგარიში პირველ წუთებზე გახსნილიყო და თან ჩვენს სასარგებლოდ. მაგრამ მთავარმა არბიტრმა ჩაკვეტაძის წაქცევის მომენტში დარღვევა ვერ დაინახა. სწრაფი გოლი არ გამოვიდა, მაგრამ 33 წუთზე გოლის გატანა შეძლო გიორგი ქოჩორაშვილმა. 4 წუთში კი საქმეში გიორგი მიქაუტაძე ჩაერთო, რომელმაც მამარდაშვილის საგოლე გადაცემის შემდეგ უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილისთვის ეს მის კარიერაში პირველი საგოლე გადაცემა. ლივერპულის მომავალი მეკარისთვის კი ეს სტატისტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიქაუტაძემ კი მისი სტატისტიკა მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაუმჯობესა და დუბლი შეასრულა. შედეგად მას ნაკრებში 18 გოლი დაუგროვდა. ახლა გიორგის ნაკრებში გატანილი გოლებით მხოლოდ შოთა არველაძე უსწრებს. თქვენ რას ფიქრობთ? შეძლებს თუ არა მიქაუტაძე 26-ზე მეტი გოლის გატანას ნაკრებში და მთავარი ბომბარდირის სტატუსის მოპოვებას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ამ შეხვედრაში ასევე აღსანიშნავია საბა გოგლიჩიძის თამაშიც, რომელიც დაცვაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ისევე როგორც ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც სამწუხაროდ 70-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მიმდინარე სანაკრებო შეკრება მისთვის დასრულებულია. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლი მისაუბრა. გამარჯვების შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარი გააკეთეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმაც. მედიასთან ისაუბრა სომხეთის ნაკრების და აიაქსის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვანტსხიპმა, რომელსაც მიქაუტაძემ დაუმტკიცა, რომ თავის დროზე ცდებოდა. მარტო მოგება მინდოდა მე და სუყოლას და კარგი თამაში ჩავატარეთ 3-0 მოვიგეთ და მგონია კარგი ნაბიჯი გადავადგით ამ პლეი-ოფებზე. ეხლა რო შევალ ვეტყვი რომ გაგასწარი და ვნახავროს მიტყვის. ჯერაფერი არა დამთავრებული და სახში გოლდება მეორე თამაში, უნდა დავისვენოთ და მომჟავოთ მეორე თამაშისთვის. ბედნიერი ვარ გუნდის გამარჯვებით და გუნდის კარგად თამაში და ასევე გოლით, რომელიც დედაჩემს ეკუთვნის, იმიტომ რომ ისი დაბადების დღეა. ჩემმა მეგობარმაც მითხრა, რომელიც სომხეთის ნაკრებში თამაშობს, რომ ამდენ ქართულს არ ელოდებოდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენ ქვეყანაში, ისინი ყოველთვის მოდიან და მხარს გვიჭერენ. კარგი პასი გამოვიდა. არ ვიცი როგორ იგრძნობა, არ ვიცი არასოდეს არ გამიკეთებია ასისტი და ბედნიერი ვარ. გახარებული ვარ გრაუნდადი გამარჯვებით. თბილისშიც იგივე ატმოსფერო, უნაზე მაგარ ატმოსფეროს ვველოდებით ვიდრე აქ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქართულ ხალხს, გულშემატკივარს, ვინც გორჩი დაგვიდგა, ჩამოვიდა მოხელა გზაზე და დაყოფეს. სხვა ემოციები იყო შემთთვის, მაგრამ არაფერი არ დამთავრებულა. საქმე ბოლომდე მისაყვანი, დინამო არენაზე უფრო დამაჯერებლად გვინდა გამარჯვება და მე შეგვიძლია ვიზეიმოთ. ეხლა უკვე გადავერთვებით სახლის თამაშს. საერთოდ არ მიგზნია რომ გასულ თამაშზე ვიყავით საერთოდ მარტო ქართველი გულშემატკივარის ფამესო და სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ მთელი სტადიონი ქართველი გულშემატკივრებით იყო სავსე, ისუსაც ძალიან დიდი მადლობა მათ. პირველ ნახევარში მაღალი ბურთის ფლობის პროცენტი ჰქონდა, მაგრამ არის მომენტები, როცა შენ ერთ რაღაცას წყვეტ, მატჩის მიმდინარეობა კი მეორეს. ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. კვირას კი გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია დაგვიბრუნდებიან. სამბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ უარყოფითი მოვლენების თავიდან ასარიდებლად საჭიროა კვირას გასამართ შეხვედრაზე ვიყოთ ორიენტირებული. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და ვეცადოთ, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ექიმებმა მითხრეს, რომ ლუკას სერიოზული არაფერი აწუხებს, მაგრამ კვლევებს უნდა დაველოდოთ. ლოჩო განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ იმედი მაქვს დიდი ხანი არ გაუცდება. მიქაუტაძემ კი საოცრად ითამაშა. საკუთარი სისწრაფე და საფეხბურთო ინტელექტი ძალიან კარგად გამოიყენა და ბედნიერი ვარ, რომ 2 გოლი გაიტანა. უფრო და უფრო მეტი გოლი გააქვს. საქართველოს შემდგარი გუნდია. ჩვენ ბევრი შეცდომა დაუშვით მნიშვნელოვან მომენტებში და დავისაჯეთ. 3 ინდივიდუალური შეცდომა ჰქონდა, რის გამოც 3 გოლი გავუშვით და დამსახურებული შედეგი დაფიქსირდა. განმეორებით შეხვედრაში ალბათ შანსი სხვა ფეხბურთელებსაც მიეცემათ. საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი კი ბურთთან თავს კომფორტულად გრძნობს. ჯვაროსნები გუნდურად თამაშობენ. სომხეთი საქართველოს დონეზე ჯერ არაა. საქართველო როგორც გუნდი არის მაგალითი, რომლისგანაც შეგვიძლია ვისწავლოთ და მსგავსი მიმართულებით ვიაროთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა UEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად სომხეთთან ჯამში 2 შეხვედრა უნდა გამართოს. როგორც უკვე იცით, ერთი შეხვედრა მოგებულია. საპასუხო დაპირისპირება კი თბილისში დინამო არენაზე 23 მარტს ჩატარდება. ამ შეხვედრაში გუნდს ხვიჩე კვარაცხელია და გურამ კაშიაც დაეხმარება. რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა დინამო არენაზე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი NBA-ის რეკორდსმენი სანდრო მამუკელაშვილი ქართველმა კალათბურთელმა ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ ნამდვილი შოუ მოაწყო. ამ შეხვედრაში სან ანტონიო სპურსის ქართველმა ლიდერმა 19 წუთსა და 27 წამში 34 ქულა ჩააგდო და NBA-ის ისტორიაში გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც 34 ქულა 20 წუთზე ნაკლებ დროში დააგროვა. სანდრო უბრალოდ შეუჩერებელი იყო. მან 7-დან 6 ორქულიანი, 7-დან 7 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ამ შესანიშნავი შეხვედრის და 120-ით 105-ის გამარჯვების შემდეგ სანდრომ მედიასთან ისაუბრა. ქართულის თამაშზე ისაუბრა მისმა თანაგუნდელმა კრის პოლმაც. სიზმარში ვარ, უბრალოდ ვერ ხსნი, რას გბრძნობ ახლა. ეს ჩემს ოჯახს და ყველა გულშემატკივარს მიუძღვენი. მამა ჩემიც აქ იყო, ის გუშინ ჩამოფრინდა. ჩემი ძმაც აქ იყო, განსაკუთრებული საღამოა. მადლობა ბიჭებს და სამწუხნელო სტაფს. ისინი შესანიშნავები არიან. აქ ლიგის საუკეთესო მოთამაშეები არიან. გარანტირებული არაფერია. ყოველდღე უნდა იშრომო, მენტალურად და ფიზიკურად უნდა მოემზადო. ხანდახან არ ხარ როტაციაში, ხანდახან ხარ. ხანდახან კი შეხვედრის ბოლოს თამაშობ. როგორც აღნიშნე, ვცდილობ უკეთესი გავხდე. ვცდილობ ყველას დაუმტკიცო, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებ. თავს კარგად გვრცნობ, ბედნიერი ვარ. ამ დღეს ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი. ჩემს სადებიუტო წელს 28 ქულა მქონდა და მგონი ჩემი კარიერის საუკეთესო შედეგი იყო. ახლა კი როცა ავიხედე და დავინახე, რომ 24 ქულა მქონდა და ასე ახლოს ვიყავი, ვიფიქრე, რომ რეკორდი უნდა მომეხსნა. ჩემი თანაგუნდელები ყველაზე კარგად მიცნობენ. ხედავენ, როგორ ვშრომობ, რისი გავლა მიწევს. შემიძლია, რომ მათთან მივიდე და დახმარება ვთხოვო და რჩევა ვკითხო. ყოველთვის მიჭერენ მხარს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩემს გვერდით არიან, რადგან მაშინაც კი როცა რთული პერიოდი მაქვს და არ ვთამაშობ, ყოველთვის შემიძლია მათთან მისვლა და ლაპარაკი. მამუ შესანიშნავი თანაგუნდელია. ის ყოველდღე მოდის და შრომობს, ამხნევებს ბიჭებს, ყოველთვის კარგ ხასიათზეა. ის სავარჯიშო დარბაზშია გვიან ღამითაც. სადილზე ვიყავი, აღარ მახსოვს რომელი ღამე იყო. დარბაზში ჩავიხედე და მამუ იქ იყო და ვარჯიშობდა. ყოველთვის სასიამოვნოა იმის ყურება, რომ ასეთი რაღაც ხდება. ისეთი კარგი ადამიანის გარშემო როგორიც ისა. საბედნიეროდ იმდენი ხანი ვარ ლიგაში, რომ მესმოდეს მოთამაშეებისთვის შანსის მიცემის ხელოვნება. განსაკუთრებით ისეთი ადამიანისთვის, როგორიც მამუა. ის ძლიერი მოთამაშეა და როცა ასე ისვრის ბურთებს, ის უბრალოდ თამაშში უნდა იპოვო. სან ანტონიომ მიმდინარე სეზონში 29 შეხვედრა მოიგო. მამუკელაშვილის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას ფილადელფიასთან ჩაატარებს. სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თამაში ჰქონდა გოგა ბითაძესაც. მართალია, ქართველის ორლანდო მეჯიქმა საკუთარ არენაზე ჰიუსტონ როკეტს უმასპინძლა და 108-116 დამარცხდა, მაგრამ ბითაძე, რომელიც თამაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 23 წუთში 19 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. ორლანდო მეჯიქის ქართველმა ვარსკვლავმა ჰიუსტონ როკეტსთან წაგებული შეხვედრის შემდეგ მედიასთან მისი გუნდის მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. ნამდვილად იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც მეტოქეს იოლი ქულების აღების შესაძლებლობა მივეცით. ცხადია იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც დაცვაში თითქოს ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა მაინც ჩაგვიგდეს. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ცხადია ეს მეც მეხება. თუ კი ასეთი მეტოქის დამარცხება გინდა, გაცილებით კარგად უნდა ითამაშო. შეგახსენებთ, რომ ქართველის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 22 მარტს ვაშინგტონთან გამართავს. საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში კი შერმადინის ტენერიფემ ფეთქიმ სპორტს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 85-ით 80 დაამარცხა. ქართველმა 12 წუთსა და 59 წამში 10 ქულის 3 მოხსნის და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ამ გამარჯვებით ქართველის გუნდმა შემდეგი ეტაპის საგზური ფაქტობრივად გაინახდა. შემდეგ ტურში 25 მარტს შერმადინის გუნდი მანრესას უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ტენერიფე ლიგა ენდესაში 23 მარტს ანდორას დაუპირისპირდება. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგრჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.